ირანმა კვლავ დაემუქრა შეერთებულ შტატებს, ხოლო ამერიკულმა მხარემ უპასუხა საბრძოლო თვითმფრინავების მზადყოფნით, ბაზების განგაშით და მკაფიო გზავნილით რევოლუციური გვარდიისთვის. ამ ორშაბათს 2026 წლის 4 მაისს. კრიზისი ახალ ფაზაში შევიდა მას შემდეგ, რაც ირანის რეჟიმთან დაკავშირებულმა ოფიციალურმა პირებმა ამერიკულ პოზიციებზე ხანგრძლივი და მტკივნეული თავდასხმები დაანონსეს. ამასობაში შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მოქმედებს A10 თანდერბოლტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ამ ყველაფერს მალე მოგიყვები, მაგრამ ეხლა გირჩევ, გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში და ნახო საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხი, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ახალი ზეწოლის ტური დაიწყო ირანის ლიდერების მკაცრი განცხადებებით. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აღმოჩნდება ჩიხში, ან დათანხმდეს არახელსაყრელ შეთანხმებას, ან შეხვდეს ოპერაციას. რეჟიმის სხვა წევრებმა იგივე პოზიცია გაამყარეს და განაცხადეს, რომ თუ ომი განახლდება, რეგიონში არსებული ამერიკული ბაზები შეიძლება დარტყმის ქვეშ მოექცეს. ეს განცხადება გაკეთდა დაშინების მიზნით, მაგრამ ასევე აჩვენებს თეირანის შიშს. რეჟიმი ცდილობს საზოგადოებაში ძლიერი გამოჩნდეს, რადგან იცის, რომ მოლაპარაკების სივრცე შემცირდა. დონალდ ტრამპმა მუქარებს პირდაპირიანით უპასუხა. მან თქვა, რომ შესაძლოა უკეთესი იყოს საერთოდ არ გაფორდეს შეთანხმება, რადგან ირანს ჯერ კიდევ არ გადაუხდია საკმარისი ფასი თავისი ქმედებებისთვის, ბოლო 47 წლის განმავლობაში. ამ ფრაზამ მულები კუთხეში მიაყენა. ირანის რეჟიმი ცდილობს ახალი ომის შიშის გამოყენებას დათმობების მისაღებად, მაგრამ ამერიკის მთავრობამ დაიწყო იმის თქმა, რომ სუსტი შეთანხმება შეიძლება უარესიც იყოს, ვიდრე საერთოდ არანაირი შეთანხმება. ამ კონტექსტში იღებს მნიშვნელობას A10-ის კადრები ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ ამ თვითმფრინავების კადრები შემთხვევით არ გავრცელებია. A10-ის კადრების გამოქვეყნება მოხდა კვირას 2026 წლის 3 მაისს, როდესაც ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაქვეყნა A10 თანდერბოლტის თვითმფრინავების კადრები ბაზაზე, რომელიც მდებარეობს მის პასუხისგებლობის ზონაში, ახლო აღმოსავლეთში. გამოქვეყნება მოხდა ირანის რეჟიმის ვერბალური ესკალაციის ფონზე და მას არ მიუღიათ როგორც უბრალო სამხედრო ჩანაწერს. თავად ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ A10-ის შეუძლია უზრუნველყოს ახლო საჰაერო მხარდაჭერა მაშინ და იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. მოკლე, მაგრამ ამ მომენტისთვის მძიმე ფრაზა. კრიზისის კონტექსტში ეს გამოსახულება პირდაპირ გზავნილი იყო რევოლუციური გვარდიისთვის. ვაშინგტონი აჩვენებს თვითმფრინავს, რომელიც სპეციალურადაა მომზადებული მცირე, მოძრავი და საშიში სამიზნეების წინააღმდეგ რეგიონული დაპირისპირების სცენარებში მოქმედებისთვის. ამ ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობა იზრდება, რადგან A10 უკვე მარტიდან 2026 წლის ირანთან კრიზისთან დაკავშირებულ ოპერაციებში ჩნდებოდა. 15 მარტს ცენტრალურმა სარდლობამაც უკვე გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ავსებენ A10-ის საწვავით ფრენის დროს ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში. და სპეციალიზებულმა გამოცემებმა აღნიშნეს, რომ ეს თვითმფრინავი გამოიყენებოდა ირანის სამხრეთ ფლანგზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც სწრაფი ნავები, დრონები და კომერციულ გემებზე მუქარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. ამიტომ 3 მაისის ახალი ფოტო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უწყვეტობის გზავნილს. ეს ახალი ფოტო სწორედ ამ გზავნილს აძლიერებს. ჩვენ უბრალოდ პასუხობდით სიტყვიერად, მაგრამ მოქმედებებს ოპერაციების არეალში ვინარჩუნებდით. თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დარჩეს ტერიტორიაზე, დააკვირდეს მოძრაობებს და სწრაფად უპასუხოს რევოლუციური გვარდიის პროვოკაციებს სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში, როცა ვაშინგტონი აჩვენებს ამ თვითმფრინავს მზადყოფნაში, ის პირდაპირ ესაუბრება ირანელ მეთაურებს, რომლებიც ჰორმუზის მახლობლად მოქმედებენ. A10 ამ გარემოში საშიშია, რადგან აერთიანებს გამძლეობას, ტერიტორიაზე დარჩენის ხანგრძლივობას და ცეცხლის ძალას. მისი 30 მმ-იანი ქვემეხი მსუბუქ ხომალდებს დამანგრეველი ძალით აზიანებს. თვითმფრინავს ასევე შეუძლია ატაროს მართვადი რაკეტები, მავერიკის ტიპის რაკეტები და ზუსტი ბომბები. ძალისთვის, რომელიც სწრაფი ნავების ჯგუფებსა და მოულოდნელ თავდასხმებზეა ორიენტირებული, ასეთი ტიპის თვითმფრინავი თამაშის წესებს ცვლის. რევოლუციური გვარდია შეიძლება დაემუქროს კატერებითა და დრონებით, მაგრამ იცის, რომ ეს საშუალებები დაუცველი ხდება, როცა ამერიკული პლატფორმა მზად არის პატრულირებისთვის, იდენტიფიცირებისა და შეტევისთვის. ამერიკული ზეწოლა მიზნად ისახავს იმ სტრუქტურას, რომელიც რეჟიმს საშუალებას აძლევს მსოფლიოს დაემუქროს ღია კონვენციურ ომში შესვლის გარეშე. რევოლუციური გვარდია კარგად იცნობს ნაცრისფერ ზონაში მოქმედებას. პას ის პროვოცირებს, უკანიხევს, იყენებს მოკავშირე ჯგუფებს, ზღურებს ცდის და ცდილობს თავდასხმების ავტორობის დაბინდვას. ეს მეთოდი უკვე სხვადასხვა დროს გამოჩნდა ახლო აღმოსავლეთში. მიზანია მოწინააღმდეგისთვის ხარჯი შექმნას, მაგრამ არ მისცეს ადვილი პოლიტიკური სამიზნე.
მიზანია ხარჯის შექმნა. ეს არის. ხარჯი მოწინააღმდეგე სამიზნის მიწოდება. ათიების ყოფნა, ტრამპის რიტორიკა და საზღვაო ბლოკადა მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები ცდილობს ამ პროვოკაციების სივრცის შემცირებას. ირანის რეჟიმიც შიდა პრობლემასაც აწყდება. რაც უფრო იზრდება გარე ზეწოლა, მით უფრო მეტად სჭირდებათ მულებს შინ კონტროლის ჩვენება. არსებული ინფორმაცია მიუთითებს რეპრესიების ზრდის ზრდაზე, შიშზე შვილებს შორის, შიშზე დაჯგუფებებს შორის და გავლენისთვის ბრძოლაზე თავად ირანის სისტემაში. რევოლუციური გვარდია ცდილობს, რომ რეჟიმის მყარ ბირთვად გამოჩნდეს, მაშინ როცა პოლიტიკური სექტორები ცდილობენ სრული მარცხის თავიდან აცილებას. ეს გარემო ხსნის მუქარების მაღალ ტონს. ბირთვული კრიზისი არის ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის მარტივ შეთანხმებას. ირანის რეჟიმი თავისი ბირთვული სტრუქტურების სრულ დემონტაჟს უარყოფს და ამ მოთხოვნას შეუძლებლად მიიჩნევს. ირანი ცდილობს გამოიყენოს ეს შეშფოთება, რათა ევროპელი ლიდერები დაარწმუნოს, რომ ტრამპს უფრო რბილი შეთანხმება მოსთხოვონ. მიზანია, რომ ევროპული ეკონომიკური შიში თეირანის დიპლომატიურ უპირატესობად იქცეს. მაგრამ კრიზისის დღეს შემსუბუქებამ და ირანის ბირთვული პროგრამის შენარჩუნებამ შესაძლოა ხვალ უფრო დიდი კრიზისი გამოიწვიოს. ეს არგუმენტია ამერიკული მკაცრი პოზიციის საფუძველი. ისტორია გვიჩვენებს, რომ სტრატეგიული მარშრუტები და სენსიტიური იარავი ხშირად მტკიცე პასუხს მოითხოვს. 1962 წელს კუბის რაკეტების კრიზისის დროს შეერთებულმა შტატებმა საზღვაო კარანტინი დააწესა, რათა საბჭოთა შეიარაღების მათი ტერიტორიის სიახლოვეს განთავსება შეეჩერებინა. ვაშინგტონმა არ დათანხმდა სტრატეგიულ საფრთხესთან მოლაპარაკებას, რომელიც კარიბის ზღვის აუზში იყო განთავსებული. საზღვაო ზეწოლა მოსკოვი უკან დახევისკენ უბიძგა. დღევანდელი სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ გაკვეთილი იგივე რჩება. როდესაც საფრთხე იყენებს გეოგრაფიულ მდებარეობასა და სტრატეგიულ შეიარაღებას დათმობების გამოსაძალად, უკან დახევა შეიძლება საფრთხე კიდევ უფრო გაზარდოს. სხვა მაგალითების დაგვეხმარება გავიგოთ რადევს სასწორზე. წითელ ზღვაში ჰოლტების ჯგუფების თავდასხმებმა სავაჭრო გემებზე სამხედრო პასუხი გამოიწვია, რადგან საფრთხე გლობალურ ვაჭრობას, ენერგიასა და მარშრუტების უსაფრთხოებას შეეხო. ჩინეთის სამხრეთ ზღვაში პეკინი იყენებს საზღვაო ძალების ყოფნასა და თანდათანობით ზეწოლას, რათა შეცვალოს ბალანსი სადაო ტერიტორიებზე, ომის ოფიციალურად გამოცხადების გარეშე. ირანი ცდილობს ჰორმუზის სრუტის გამოყენებას მსგავსი ლოგიკით, მაგრამ ამატებს ბირთვულ პროგრამას, რეგიონულ მილიციებსა და რევოლუციურ რიტორიკას. ამიტომ ამერიკული პასუხი მხოლოდ ნავებს არ ესხმის თავს. ის მიზნად ისახავს შანტაჟის მექანიზმს, რომელიც ირანის გავლენას ამყარებს. შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის სპარსეთის ყურეში ეს გზავნილიც მნიშვნელოვანია. საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი და რეგიონის სხვა ქვეყნები ყურადღებით ადევნებენ თვალს კრიზისს, რადგან იციან, რომ მულების დიპლომატიური გამარჯვება ირანის ზეწოლას მთელ ახლო აღმოსავლეთში გააძლიერებს. თუ თეირანი შეძლებს შეინარჩუნოს თავისი ბირთვული პროგრამა და ამავდროულად შეინარჩუნოს დაშინების ძალა ჰორმუზში, რეგიონის სხვა მთავრობები მუდმივი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ იცის რევოლუციური გვარდიის მეთოდები და მათ წინააღმდეგ კონკრეტული საშუალებები აქვს მომზადებული. ირანის რეჟიმი საუბრობს ჯოჯოხეთის კარიბჭეების გახსნაზე, მაგრამ ვაშინგტონი აჩვენებს, რომ ჰორმუზის სრუტის კარიც შეიძლება დაიხუროს მათთვის, ვინც შეეცდება სრუტე იარაღად გამოიყენოს. სხვაობა ისაა, რომ მოლები შიშზე არიან დამოკიდებული. შეერთებული შტატები კი რეალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. საბოლოოდ, კრიზისი პირდაპირ გზავნილს ტოვებს. 10 Thunderbolt 2-ის გამოქვეყნებამ შეერთებული შტატების ცენტრალური სარდუობის მიერ ეს საკითხი ყურადღების ცენტრში მოაქცია. ეს არის თვითმფრინავი, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმ ტიპის პროვოკაციებთან გასამკლავებლად, რასაც ირანის რევოლუციური გვარდია იყენებს. მაგალითად, სწრაფი კატერები, დრონები და გემებზე თავდასხმები სპარსეთის ყურეში. სანამ მოლები საუბრობენ ხანგრძლივ და მტკივნეულ თავდასხმებზე, ვაშინგტონი აჩვენებს, რომ მას უკვე აქვს მზად მოქმედების საშუალებები კრიზისის ყველაზე მგრძნობიარე წერტილში. ჰორმუზის სრუტე ირანის ზეწოლის არენად იქცა, მაგრამ ასევე შეიძლება იქცეს იმ ადგილად, სადაც ეს შანტაჟი დასრულდება. 10 აღარ არის მხოლოდ გავრცელებული სურათი, არამედ ხდება აშკარა გაფრთხილება იმისა, რომ ამერიკული პასუხი შეიძლება იყოს სწრაფი, მძიმე და ტრაბახისთვის ადგილის გარეშე. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს არწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.